დავპირდნენ ძალიან საინტერესო გამოკითხვაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ. ზუსტად წავიკითხავ რომ არ შემეშალოს გოგოებო. კვლევა ქალთა კარიერულ წინსვლაზე მოქმედი ფაქტორებით საქართველოში. საკმაოდ გამოკვლევაა და კითხვარიც საინტერესო. მინდა გითხრათ. აბა დაგვიშვი კითხვები. ხო და მე ეს კითხვარი შევავსე, მაგრამ არ გაგიმხელთ ჩემ პასუხებს, მე სპეციალისტს ვკითხავ. თქვენ დაგისვათ რამოდენიმე შეკითხვას. მაგალითად, ქალბატონო ნინა შაინინა, თქვენი ქორწინების სტატუსი ეხლა რა არის? ახლა? დიახ, დაოჯახებული. დაოჯახებული. ჩვენი რატო არ დაგაინტერესდა? მართლა ჯერ ჩემი დააზუსტა. რა არის ამით ხარ შენი ქორწინება? გაშორებული? კეტრინი? გასათხოვარი. მაშინ ეს გასათხოვარი ვარ. ასაკი პირველი ქორწინების დროს. 20 წელი. ნანიკო. 30. კეტრინს არ ვეკითხები ამ კითხვას? არა შეუხებელი ვარ. აბუდადებული თემა კარგი, თუ გინდა, ასაკი პირველი ქორწინების დროს. არა, მე არ მინდა, მაგრამ ეხლა ვიხსენებდი უბრალოდ 19. 19. მე 18 წლის გავთხოვთ, ჩემს სასაცბარემ მოგახსენებთ. თქვენი სამუშაო ადგილი და თანამდებობა ვიცი. უმუშევარი არც ერთი არ ახართ. ქორწინების სტატუსი გავარკვიე. არის თუ არა თქვენს დაწესებულებაში ისეთი გარემო, რომელიც ხელს უწყობს ოჯახის მქონე ქალს სამსახურისა და ოჯახის მოვლის ბალანსის დაცვაში. ზედმიწევნად გადასარევა დაწყობილი ჩემი გრაფიკი ოჯახურ მდგომარეობასთან გამომდინარე. გადასარევად. ამ ეტაპზე გრაფიკი თავსებადი არის ჩემს ოჯახთან. კარგით. გიქმნით თუ არა თქვენი უშუალო ხელმძღვანელი პირი მოტივაციას კარიერული წინსვლისათვის? მიშლის თუ მიქმნის? გიქმნით თუ არა? რაც გაგვაციმბირეს, აღარა მაქვს შეხება მათთან. მოკლედ ესეთი საკმაოდ ვრცელი კითხვარია. ძალიან ვრცელი კითხვარია, ხა ყველასფერს მე ვერ ჩამოვთვლი და ვერ ჩამოვყვებით. მაგრამ ფაქტია, რომ ამ კითხვების შედეგად დაადგინეს თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში, ვის როგორ ეშლება ხელი ამ პირიქით უწყობს ხელს გარემო, რომ მან კარიერულად თავის წინსვლა გააკეთოს თუ რა გააგრძელოს. ერთი კითხვა შენთვის არის და ჩვენთვის ყველა. რა არის თქვენი სამსახურეობრივი ზრდის სტიმული? მატერიალური დაინტერესება, საქმისადმი სიყვარული თუ ყველაფერი ერთად. ყველა შორის მადლიერება და შექება ჩემთვის ყველაზე დიდი სტიმულია, მართალია, როცა დაინახავენ მაყურებლის სიყვარული. არა, მაგაზე არ ვლაპარაკობ სოციალურ ქსელში, სულ ამას ხვდები და გარეთ დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. მართალი ხარ, ნანიკო, ალბათ მადლობა და სიყვარული ჩვენ სფეროში და ჩვენს პროფესიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია იმისთვის, რომ ყოველდღე თუნდაც აქ მოხვიდე და იჯდე პირდაპირ ეთერში და არა მარტო. სანამ ჩვენ სტუმარს მოვიწოდოთ ამ თემაზე და გავიგებდეთ მოკლედ რა გამოიკვეთა ამ კვლევის შედეგად, დღის შოუმ გამოკითხა, ასე ვთქვათ, რესპონდენტები ქუჩაში და ვნახოთ თავად ქალები რას ფიქრობენ აბა ამ თემაზე და რას მიიჩნევენ ხელისშემშლელ ფაქტორად კონკრეტულად ამ მიმართულებით. ნახოთ, ძალიან გვაინტერესებს. კარიერულ წინსვლაში ქალებს რა მიზეზი უშლის თქვენი აზრით? ჩემი აზრით სასიყვარულო ურთიერთობები ყველაზე მეტად. მამაკაცი რომ ყოფილიყავი, აუცილებლად მეტი შანსები მექნებოდა ცხოვრებაში. ზოგადად კაცი იქნება თუ ხალხი მოგფიქრობს იზარმაცია უშლის ხალხს. უტვინობა. ხალები არიან? არა, ზოგიერთი. ის მამაკაცები, ვინც ფიქრობენ, რომ კარიერულად არ უნდა განვითარდნენ ქალები. ალბათ ოჯახი და მენტალობა. ფინანსური პრობლემა. თუ უნდა რომ იმუშავოს, უნდა იმუშავოს. რა თქმა უნდა, არანაირი საწინააღმდეგო წესი მაგისი არავის არაფერი არ უნდა ქონდეს. უფრო ბავშვები. ოჯახს აქცენ უფრო მეტ ყურადღებას ვიდრე კარიერას და ეგ არის პრობლემა, თუ რომ შესაძლებლობა ერთი იგივეა. ალბათ არ ინდომებენ საკმარისად. თორე არ არსებობს მიზეზი, რომელიც წინ დაგიდგება, როცა რაღაც გინდა რომ გააკეთო. ქალებიც ტყუიან, ზარმაცობენ და ალბათ მაგითო. კომპლექსებით სავსე ადამიანები ძირითადად ქალბატონები, რომლებიც ოჯახში არიან, თავს კარგად გრძნობენ, ოჯახურ სივრცეში ქმართან, შვილებთან, მაგრამ გარეთ უჭირთ გასვლა. 21 საუკუნეში მე მგონი ყველანაირი პირობა არის შექმნილი იმისათვის ევროპაში და საქართველოს განვითარებულ ქვეყნებში იმისათვის რომ ქალები ისეთივე წარმატებულები იყვნენ როგორების მამაკაცები არიან. გათხოვება ალბათ ნაადრევად. სტერეოტიპები რაც გვაქვს საქართველოში. მამაკაცი უნდა იმუშაოს და ქალი უნდა იჯდეს სახლში. კაცი მაგ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება უფრო მეტ შესაძლებლობას გქონდეს კი. ქალების ბრალია ჩემი აზრით, იმას ურჩევია სახლში იყოს დასვენებული თბილად. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ შვილები უშლის, ეგ არ არის პრობლემა. შვილებისთვისაც უნდა გამოყოს დრო დედამ. მე მგონი ეხლა უფრო ქალებს აქვს მეტი შესაძლებლობა. ოჯახური სიტუაცია შეიძლება. ქართველი მამაკაცები. ხო ვერ ვიტყვი, რომ
ნაკლები კარიერა აქვთ ქალებს ამ ბოლო დროს უფრო აქტიურები არიან, მაგრამ ალბათ უფრო ნაადრევი გათხოვება, ოჯახის შექმნა. ქალებს არაფერი არ უშუქებს, ქალებს უნდა სიყვარული, მოფერება, სილამაზე, სიხარული, ცოტა ფული და ჯანმრთელობა. აი ეს უნდათ ქალებს. მოკლედ დაუბრუნდით გოგოებო პირდაპირ ეთერში და ვნახეთ ძალიან საინტერესო გამოკითხვა, რომელიც გაგრძელება იყო ერთგვარი ამ კითხვაში შედიოდა ეს კითხვები, რაც მე თქვენ დაგისვით. მე მომხვდა ერთი კითხვა დამამახსოვრდა და გულზე მომხვდა. ქალბატონი ამბობს, რომ ნაადრევი ქორწინებაო, იმის მიზეზია, რომ კარიერული წინსვლა არ მქონდაო და წინსვლაში ხელს მეშლიდა. მეორე თქვა, რომ კაცად რო დაავადებულიყავ, გაცილებით უფრო წარმატებული ვიქნებოდიო. მეც ვფიქრობდი ასე რაღაც გარკვეულ ეტაპზე. რა პატარა ვიყავი მაგრამ მესამე ყველაზე მთავარი რომ ეს ყველაფერი სტერეოტიპების ბრალიაო და არა ჩვენი და ჩვენი ქმრებისო. მე მაგალითად 18 წლის გავთხოვდი. კარგი კარიერაც მქონდა. ყველა სამსახურში ისე ჩიმუშავდი, სადაც მე მინდოდა რაც მიყვარდა იმ პროფესიას ვემსახურებოდი, არასოდეს ამაში ხელი არ შეუშლია ჩემს მეუღლის, პირიქით ხელს მიწყობდა და ნუ მე ალბათ გამიმართლა. შეიძლება ქმარი კარგი ყავს, მაგრამ როცა შვილს აჩენს, არ აქვს საშუალება რომ დამხმარე დაიქირაოს, ფული გადაუხადოს, არ ყავს დამხმარე და გინდა არ გინდა ის. არც მე არ მყოლია ძიძა, მაგრამ ყველაფერს ვასწრებდი. ნუ ყავდა დედა, ყავდა შენ ქმარს დედა, ძალიან ბევრი დამხმარე ყავდა ალბათ. ყველაფრის მოსწრება შეიძლება თუ მეუღლე ხელს გიწყობს, თუ არ არის ოჯახში რაღაც უსიამოვნება და თუ არ არის, ეს არის ჩემთვის ძალიან მიუღებელი თემა, რომ ახალგაზრდა გავთხოვდი და ვერ ვიმუშავე. არა, არსებობს გააჩნია ეს როგორ ხდება, რა თქმა უნდა, როცა ოჯახი იქნება, შეიძლება რომ გარკვეულ ეტაპზე, როდესაც თქვათ ახალბედა დედა ხარ და სანამ რაღაც აი ამ სისტემას შეეჩვევი ახალ შენს ცხოვრებას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ როდესაც მეორე ადამიანი იკრძალოს და გეუბნება, რომ შედი ქალო კუხნაში, ალბათ ეს ძალიან საუკუნეში ალბათ მიუღებელი უნდა იყოს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩატარდა კვლევა, რაში დაჭირდათ ამ ყველაფერის გარკვევა, არ ვიცი ეს კითხვები საიდან შეადგინეს, ალბათ ყველა კითხვა არის საბოლოოდ იმის მიზეზი, რომ გავიგოთ რეალურად რა გვიშლის ხელს ქალებს ადრე გათხოვების თუ გვიან გათხოვების შემთხვევაში, რომ ჩვენ გქონდეს კარიერული წინსვლა. მოდი სტუმარი დავპატიჟოთ სტუდიაში. ქალბატონი მაია ბუწაშვილი, მობრძანდით ქალბატონო მაია. მონაცემთა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელთან ერთადაც ჩვენ ვეცდებით, რომ შევაჯამოთ ამ კვლევის შედეგები, რა მიმართულებები გამოიკვეთა და ზოგადად რამდენი ადამიანი გამოკითხეთ, რის შემდეგაც გვაქვს ეს ასე ვთქვათ რეზულტატი დღეს. მადლობთ მოწვევისთვის და ამ საკითხით დაინტერესებისთვის, ძალიან საინტერესო. ცოტა ჩვენ ვიხუმრეთ ვითომ. ცოტა გავერთეთ ძალიან საინტერესო იყო ქუჩის გამოკითხვა. პრინციპში მართალია ხა საკვლევი ჯგუფი ცოტა იყო, მაგრამ დაახლოებით ასახავდა იმ პასუხებს, რაც DRG-ის მიერ ჩატარებული კვლევის გააკეთეთ ყოველთვის საქართველოს მოიცვა. არა, მოიცვა საქართველოს, დიდი ქალაქები, ნუ ჩვენი კვლევის ერთი ნაკლოვანება ის იყო, აქვე მინდა ვთქვა, რომ სოფლის მოსახლეობა ვერ ჩავთეთ, იყო დიდი ქალაქების, მაგრამ მოვიცავით პრაქტიკულად ყველა რეგიონი. იყო პასუხებში ეს მაინტერესებს რეგიონში და თბილისში დაუშვათ. არა. მოსალოდნელი იყო უფრო მეტად თითქოს რომ უნდა ყოფილიყო რაღაც რადიკალური სხვაობა, მაგრამ ეს სტატისტიკურად სარწმუნო სხვაობები. ქალბატონო, რატომ გააკეთეთ ეს კვლევა? რაში დაგჭირდათ? ბოლო დროს დაინახეთ რომ ჩვენთან ქალები იჩაგრებიან, ვერ მუშაობენ ამ კარიერაში. ძალიან ბევრი საუბარი არის ახლა უნდა იყოს თუ არა კვოტირება პარლამენტში, თქვა სახელმწიფო სტრუქტურებში, ამაზე ძალიან დიდი დისკუსია მიმდინარეობს. და საინტერესო იყო იმაზე ფიქრი, რომ მართლაც ობიექტური გარემოებები უშლით ქალს და მართლა კვოტირება ჭირდებათ თუ რაღაც სხვა მათ სტერეოტიპებშიც არის პრობლემა, ოჯახშია პრობლემა თუ ასე შემდეგ და ნუ სხვა შორის ასეთი კვლევები ძალიან ხშირად ტარდება და ნუ ეს DRG-ის მიერ ჩატარებული კვლევაც ერთ-ერთი მათგანია. ქალბატონმა იქ იყო მითითებული ასაკი 40 და წერტილი 7, რას ნიშნავს ეს? საშუალო ასაკი 40.7 უბრალოდ. ეს იყო ჩვენი საკვლევებზე იყო ეს კვლევა. 18 წელი და მეტი. და სად რა გამოიკვეთა, რომელ ასაკში უფრო უჭირს ქალს რაღაცების კეთება ცხოვრებაში, რისი სურვილიც აქვს? ზოგადად ჩვენ დაყოფა გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, ეს პირობითია 35 წლამდე და 25 წელს ზემოთ. დაყოფილი ახლა თქვენს მიერ გამოკითხულები. რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს შეიძლება ეს გადაჯგუფდეს თითოეული საკვლევი პირის ასაკი მითითებულია, მაგრამ ჩვენი ანალიზის დროს დავაჯგუფეთ 35 წლამდე და 35 ზემოთ. მაგალითად, შევხედეთ 35 ზემოთ ასაკი მეტად არის საჯარო სექტორში წარმოდგენილი თუ კერძო სექტორში. სხვა შორის ბევრი შედარებები გავაკეთეთ ზუსტად საჯარო და კერძო სექტორში. შეიძლება მოკლედ შედარებების შესახებ. საჯარო სექტორში მაგალითად უფრო მეტად არის წარმოდგენილი 35 ზემოთ ასაკი და კერძო სექტორში უფრო მეტად არის წარმოდგენილი 35 ქვემოთ ახალგაზრდები. ამის ახსნა ალბათ რთულია, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ საჯარო სექტორში უფრო თითქოს რაღაცნაირად სტაბილურად ხალხი მუშაობს და მუშაობს ერთი და იგივე ადგილებზე. დიახ, ასე ვთქვათ, ეს კარგია თუ ცუდი სადაოთრე, მაგრამ მე მაინტერესებს უბრალოდ ოჯახის ჩართულობა ქალის კარიერული ზრდის წინააღმდეგ. აი ეს მაინტერესებს, რამდენად გამოიკვეთა, რომ ოჯახი, ქმარი იგივე ხელს უშლის. კითხარში იყო ეს.
ესე იგი, პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ დაუსაქმებელი ქალების 20%-მა თქვა, რომ არ მუშაობს, იმიტომ რომ დაკავებულია ოჯახით და ბავშვების აღზრდით. 20%-მა და 60-მა დაახლოებით თქვა, რომ ვერ შეულობს სამსახურს და დანარჩენებმა სხვადასხვა მიზეზები დაასახელეს. ქალბატონო მაია, კითხვაზე ყველაზე მეტად რა ფაქტორები უშლის ხელს თქვენს კარიერულ წინსვლასო? ქალთა 22%-ის აზრით სქესია ესო და რას ნიშნავს ქალი რო არ მიიღებენ სამსახურში თუ რა გენდერული უფლებების დარღვევაა? ეს უშუალოდ ალბათ სამსახურში მიღებას ნაკლებად ეხება, ეს უშუალოდ წინსვლაზეა კითხვა. აი მაგალითად ამაზე პასუხს გაგვცემს ერთი კითხვა. კიდევ, როდესაც ვეკითხებოდით, წარიმართებოდა თუ არა უკეთ თქვენი კარიერა, მამაკაცად რომ დაბადებულიყავით და მესამედმა თქვა დიახ. მესამედმა? ანუ ფაქტობრივად ეს დაახლოებით მსგავს შინაარსის არის, ოღონდ კიდევ უფრო მეტმა გასცა პასუხი, რომ უნდოდა მამაკაცად დაბადება. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შინაგანად ქალები ფიქრობენ, რომ მათი სქესი არის თუ არა ეს მშობლების დამსახურება, რომ დაუშვათ ოჯახში ბიჭებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას ვიდრე გოგოებს და ეს არის თუ არა სტერეოტიპი. ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი არის ეს. აი ერთ-ერთ კითხვაზე კითხვა იყო ასევე, უნდა იღებდეს თუ არა მამაკაცი გადაწყვეტილებას სამსახურში და თითქმის 20%-მა თქვა კი. ანუ აქ წარმოიდგინეთ ახლა რა გარემო ფაქტორებს ვეძებთ. ჩვენ თვითონ ქალებშია თავის თავში უკვე მოცემულობა, რომ მამაკაცი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ეს მიდის იქამდე, რომ მენეჯერულ თანამდებობებზეც ესე იგი ეს ქალი შეგუებულია იმას, რომ მას არ აქვს შანსები, ასე ვთქვა. დიახ, ან თვითონაც არ უჩნდება სურვილი. მე ახლა ამასაც ვხედავ ამაში, არა იმას, რომ ობიექტურად ასეა. თვითონაც ასე თulis. კიდევ ერთი კითხვა არის ამის სასარგებლოდ, რომ გონებრივი შესაძლებლობები მამაკაცის აღემატება თუ ქალის და ქალთა ნაწილმა, რაც ცოტა არის თქვა, რომ მამაკაცის შეიძლება ფორმულირება არასწორი, ვისი უნდა აღემატება, არც ერთს არ აღემატება. ორივე ბიოლოგიურად სხვადასხვანაირად მოწყობილები ვართ. აღემატება სიტყვა ჩემთვის ნიშნავს, რომ აღემატება. იმას ასე დაუსვეს კითხვა. მსგავსიც იყო, თანაბარია და ნუ 70%-მა თქვა, რომ თანაბარია, რაც ახლა ლოგიკურია, მაგრამ ნაწილმა ქალების თქვა, რომ მამაკაცის მოდი უკან დაუბრუნდეთ უმუშევრობას თემას შევეხებით თუ შეიძლება. დღეს საქართველოში მამაკაცებიც ალბათ უფრო მეტი თუ არა, ასევე უმუშევრები არიან. ამაზე ჩვენ არ საუბრობენ ქალები, ხომ? და რატომღაც მაინც დღეს ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ქალები არიან უმუშევრები და იმ კაცებისთვის ეს ქალები ზოგი საზღვარგარეთთან წასული შავ საქმეს აკეთებს, ძიმე საქმეს აკეთებს, რომ ისევ თავის ფრები და თავის ოჯახები მატერიალურად უზრუნველყო. ხო და მაინც პრობლემა არის ისევ და ისევ ქალში, რატომ? კარგი იქნებოდა სხვათა შორის სამომავლოდ რომელიმე კვლევის შედარებითი ანალიზი გაკეთებულიყო მამაკაცების და ქალების უმუშევრობის მიზეზებით, თუმცა DRG-ის კვლევის ამოცანა ეს არ ყოფილა. ჩვენი ფოკუსირება იყო უშუალოდ კონკრეტულად ქალებზე, რა ბარიერებია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ რომ ამჟამად ამაზე ძალიან ბევრი საუბრები მიდის და ნუ იქამდე მივედით, რომ აი კვოტირებაზე ვსაუბრობთ პარლამენტში და ამიტომ ეს სწორია, რა თქმა უნდა, თქვენი ფორმულირება. ძალიან ბევრი მამაკაცია, რომელსაც არ აქვს რეალურად სამუშაო. მაია, თქვენ აქ კონდეთ შეკითხვები უცხოენებთან დაკავშირებით, რამდენადაც მე ვიცი. არის თუ არა ეს ნამდვილად პრობლემა, რომ არ კონდეთ წინსვლა ქალბატონს? როგორც ჩანს არის. ნუ 9% პირდაპირ ამბობს, რომ ბარიერი ქონდა სამსახურში მიღებისას ენის ცოდნასთან დაკავშირებით. აქ კონკრეტულად ინგლისურზეა საუბარი თუ ზოგადად? ჩვენ არ გვიკითხავს ბარიერი რომელი ენის არცოდნამ გამოიწვია. ზოგადად გამოკითხულების უფრო მეტმა ნაწილმა გასაკვირიც არ არის იცის რუსული და ბევრად ნაკლებმა იცის ინგლისური და მხოლოდ 3%-მა აღნიშნა, რომ რაიმე დონეზე იცის სხვა რომელიმე ენა. უცხოენების ცოდნა რჩება კვლავ პრობლემად რომ რჩება იმანაც გვიჩვენა, რომ როდესაც დავსვით შეკითხვა რა ტიპის დახმარება, საგანმანათლებლო დახმარება დაგეხმარებოდათ, რომ გაგეუმჯობესებინათ თქვენი კარიერული წინსვლა, 35%-მა თქვა ენის შესწავლა. სხვა შორის აქაც ალბათ ასაკობრივი კატეგორიებია, ალბათ 35-დან ზემოთ. თავისთავად ცხადია, დიახ. აი ამ კითხვას დაუბრუნდები ისევ რა სახის ინტერვენცია დაგეხმარებოდათო, დიდმა ნაწილმა ასევე არ არის გასაკვირი, რომ კომპიუტერული უნარჩვევების ცოდნა დაასახელა და მესამედმა თქვა, რომ თვითრწმენის გაუმჯობესებაში ტრენინგები დაეხმარებოდათ. ეს ძალიან მედური ამბავი. საინტერესო მართულება. ჩვენც ასე ვიფიქრეთ და განსაკუთრებით საჯარო სამსახურებში მყოფებმა, რაც ირიბად მიუთითებს, რომ მათ გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვთ. საკმარისი. იცით რა მაინტერესებს? აი თქვათ მსგავსი ტიპის კვლევა ჩვენ თუ ქონიან, თუ ჩაგიტარებიათ თქვენ წინა წლებში და თუ არის მკვეთრი სხვაობა იმ სურათს შორის, რომელიც დღეს გვაქვს, ან სხვა ქვეყნების სტატისტიკა რომ მოვიშველიოთ მსგავსი კვლევების, ანუ სად არის სხვაობა და პირიქით. დიახ, რა თქმა უნდა, მსგავსი კვლევები ტარდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გარკვეული განსხვავებები არის, მაგრამ არის ერთი ხაზი, რომელიც მსოფლიოს ჩატარებულ ყველა კვლევას, საქართველოს ჩატარებულ სხვა კვლევებს გასდევს. რომ სქესი არის ბარიერი ქალისთვის კარიერული წინსვლის. მეორე ადგილზე მოდის
ოჯახი. გარკვეულად ეს ორი ფაქტორი ფარავს ერთმანეთს, მაგრამ ნუ მაინც როგორ ნამდვილად ფარავს. გარკვეულად ფარავს, მაგრამ ის რომ სქესი ბარიერია ეს სტერეოტიპთანაც არის დაკავშირებული და არა მხოლოდ ოჯახთან, იმიტომ რომ აქ როგორც ბევრი საუბარი იყო ქალს შეუძლია პრინციპში ოჯახთან ერთად შეათავსოს სამსახურით თუ ამის გააჩნია რა სამსახური აქვს ამ ესეც არის თავდაცვის მინისტრიც ყავდა ქალბატონის ჩვენ თავარი მაინც შინაგანი განწყობაა ქალის და რწმენაა დიახ ალბათ წამყვანი აი ეს კვლევა რომელიც საკმაოდ შრომატევადი და ძალიან კარგი და დიდი სამუშაო გასწიეთ თქვენ თუ არის იმის საფუძველი რომ თქვენ სადღაც დებთ ამ კვლევის შედეგებს გასაგებია სოციალურ ქსელებში და გადაცემაში ვსაუბრობთ ჩვენ ახლა მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებს კერძო სტრუქტურებს თუ რაღაცა ვალდებულებას უქმნის ამ რჩევის შედეგები რომ აღარ იყოს რაღაცნაირად ხომ და შევეცადოთ რომ ეს სტერეოტიპები დაირღვეს რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც სამწუხაროდ გვაქვს ქართულ საზოგადოებაში რა თქმა უნდა ყველა კვლევის ლოგიკური შედეგი არის ის რომ რაღაც ვთქვათ მოხდა დიახ და არა მხოლოდ რაღაცა ინტერესი დღეს მაგალითად იმართება პრეზენტაცია, სადაც მოწვეულები არიან სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, რომ შეიტყვონ შედეგების შესახებ, ასევე ვაპირებთ, რომ მოკლე აღწერილობა კვლევის შედეგების დავაგზავნოთ სხვადასხვა სტრუქტურებში. თავისთავად ცხადია, ყოველი ასეთი კვლევის შედეგი ვიღაცამ უნდა გაითვალისწინოს. მაგალითად, მე ისე ვუბრუნდები იმას, რომ აი ის კომპონენტი, რომელიც გვეუბნება რა უნდათ ქალებს, სად ჭირდებათ გაძლიერება, ეს გასათვალისწინებელი და დასაგეგმია. ერთ-ერთი კითხვა იყო ასევე თორცები პროფესიით ვინ მუშაობს, ანუ რამდენი პროცენტი და აი ამ მიმართულებით რა შედეგები გამოიკვეთა? საკუთარი პროფესიით ბევრი მუშაობს დღეს? დაახლოებით ნახევარი, რაც სამწუხარო სტატისტიკა იყო, საშუალოდ 50%. აქაც საჯარო სექტორი ჯობდა, საჯარო სექტორში მეტად მუშაობენ თავიანთი პროფესიით, ვიდრე კერძო სექტორში. აქ ქორწინების ასაკზე იყო ლაპარაკი და რა თქმა უნდა, მე ვეთანხმები იმას, რომ თუ ქალი სწორად დაგეგმავს ცხოვრებას, ადრეული ქორწინება არ უნდა უშილდეს ხელს, მაგრამ აქ ჩვენ ცოტა სხვა შედეგი მივიღეთ საერთო გამოკითხვით, რაც უფრო ადრეულ ასაკში იყო ქორწინება, ქალი ნაკლებად მუშაობდა თავის პროფესიით. ესეთი ჩვენ ძალიან ადრე გვიწევს პროფესიის არჩევა და ხშირად მერე გვიწევს ამ ყველაფრის მიტოვება და ახლის ძიება. შეიძლება ესეც იყოს ერთგვარი მიზეზი იმისა, რომ მე არ მუშაობ ჩემ პროფესიაში. შეიძლება ცოტა გადაუხვიე ამ თემას. უბრალოდ აი ქორწინებასთან დაკავშირებით იყო ეს თქვენი გამოკითხვა გარკვეულწილად და მაინტერესებს. საშუალო ასაკი რა დადგინდა ქალბატონების დაოჯახებისა რა არის? საშუალო ასაკი იყო 22 წელი. 22 წელი. მაინც ნაადრევ ქორწინებად ითვლება პრინციპში. თუმცა ნელ-ნელა მაინც ამ ზღვარმა აიწია, იმიტომ რომ ახსოვს წლების წინ მსგავსი ტიპის კვლევები 15-16 წელი უფრო ნაკლები ასაკსაც გამოყვეთავდა ხოლმე მსგავსი ტიპის კვლევები. ხომ არ აპირებთ რომ რაღაცა სხვა მიმართულებითაც ჩაატაროთ, სისტემატიურია თუ არა მსგავსი ვთქვათ კვლევების ჩატარება თქვენი ჯგუფისთვის? დიახ, რა თქმა უნდა, დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებები ცოტა უფრო გაღრმავებული კვლევა და განსაკუთრებით ჩვენ აქედან გამომდინარე და გვაინტერესა სხვადასხვა სექტორებში რა ხდება. აი განსაკუთრებით აი საინტერესო სხვაობები აღმოჩნდა საჯარო და კერძო სექტორ შორის და ამ მიმართულებით ცოტა უფრო ჩაღრმავება საინტერესო იქნებოდა. მე მგონი ბევრი რამე რო ჩაშალოთ იქ საინტერესო იქნება. რა პრობლემამ წამოიწია საჯარო სამსახურებში? აი მაგალითად საჯარო სამსახურებში მთავარი ის იყო რომ ქალებს უფრო მეტად უჭერთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. ეს ალბათ ქალების პრობლემა, ხოლო კერძოში პრობლემა ერთ-ერთი მაგალითად ძალიან უცნაური და სამწუხარო იყო, რომ ძალადობის ფაქტორი ძალიან საინტერესოა. აქ რა თქმა უნდა ლაპარაკია სამჯერ მეტი იყო თითქმის. აქ ლაპარაკი იყო ვერბალურ, ფიზიკურ და სქესობრივ ძალადობაზე. სქესობრივ ძალადობის საბედნიეროდ სულ 3 დადებითი პასუხი მივიღეთ, მაგრამ ფსიქოლოგიური ძალადობა ნაკლებია განა. რა თქმა უნდა ესეც მნიშვნელოვანია. ვერბალურ ძალადობაში ძალიან ექსტრემალურ კითხვას უსვამოდით, ჰქონდათ თუ არა შემთხვევა მუქარის და გინების. და ნუ წარმოიდგინეთ კერძო სექტორის 21% ძალიან რომელიმე ერთ-ერთი ჰქონდა დიახ. საჯარო სამსახურებში ეს ნაკლებად საჯაროში 8%. ანუ მაინც არის საჯარო სამსახურებში, რომ დიახ, რა თქმა უნდა, უმრავლესობა აქ ვერბალურ ძალადობაზე ლაპარაკი. ნუ პრინციპში დამანგრეველი ეს ფსიქიკის, მაგრამ მოდი მაყურებელი რო არ დაიზაფროს, კიდევ ერთხელ გავუმეოროთ, რომ გამოკითხული იქნება მხოლოდ 1000 ქალი, ხო? 1300. 1300 ქალი და შესაძლოა რომ ბევრად კარგი ვითარება იყოს თვიან საქართველოში, ვიდრე კონკრეტული ამ 1000 ადამიანის გამოკითხვის შედეგი. ეს რა თქმა უნდა ქალის აღქმა შეიძლება ვიღაცისთვის უფრო გაზვიადებულად აღიქვამდეს და ვიღაცა ნაკლებად, მაგრამ ქალის აღქმით რომ ეს ძალადობა ეს უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა. ქალბატონო, თუ აპირებთ ამ კვლევის
ამ მიმართულების კვლევების გაგრძელებას შემდგომში? დიახ, როგორც ვთქვით, ეს ცოტა ზედაპირული კვლევა იყო და საერთო მოთელვასავით, დიახ და ეხა იმის მიხედვით რა პუნქტებიც გამოიკვეთა, გვინდა რომ უფრო ჩაღრმავებული კვლევებით დავგეგმოთ. იმედია გახვალთ სოფლებშიც, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იქნება მათი აზრით. და იმედია რომ